შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლოა უშიშროების გარეშე დარჩეს, როგორც პრემიერმა თქვა, მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის დობის გამოცხადების შემდეგ პირველივე სხდომაზე პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის საკითხს დაამტკიცებს. შინაგან საქმეთა სამინისტროდან უშიშროების სამსახურის გამოყოფის ინიციატივით ერაკლი ღარიბაშვილი გასული წლის დეკემბერში გამოვიდა. კანონმდებლობის საკითხის მნიშვნელობაზე საუბრობენ, რატომ ვერ მოხერხდა აქამდე ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაანონსებული საკითხის მოგვარება. ნინო არღლიანი საუბრობს ქუთაისიდან. უმრავლესობის წევრები დღეს ღიად საუბრობენ იმაზე, რომ ცვლილებები საჭიროა, რეფორმა საჭიროა, თუმცა როგორც დღეს გავარკვევთ, კონკრეტული გეგმა შინაგან საქმეთა სამინისტროს და უშიშროების გაყოფისა ჯერ არ არსებობს. უმრავლესობის წევრები იმასაც ამბობენ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი წარმატებული რეფორმა, რომელსაც მოქმედი მთავრობა განახორციელებს და ისინი განმარტავენ, რომ უახლოეს მომავალში იქნება კონკრეტული კონცეფცია, თუ რა იქნება ამ კონცეფციაში ჯერჯერობით არ კონკრეტდება. ეკაბესელიამ დღეს თქვა, რომ აუცილებელია არ მოხდეს მხოლოდ ფორმალური გაყოფა და ამას მოყვეს მნიშვნელოვანი ცვლილებები. დღეს ბუნებრივია ჩვენ დავინტერესდით, ვინ უხელმძღვანელებს უშიშროების სამინისტროს, აღნიშნულთან დაკავშირებით დეპუტატები ამ ეტაპზე ამბობენ, რომ საუბარი ნაადრევია, რაც შეეხება ოპოზიციას. ოპოზიციაში თანხმდებიან, რომ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფის, მაგრამ ამ ეტაპზე სწორედ ამ კვირაში ამ თემაზე საუბარი ემსახურება კონკრეტული თემების გადაფარვა. შეგვიძლია პირდაპირ ეთერში მოვისმინოთ, რას ამბობენ კანონმდებლები. რეფორმა თავისთავად არის ძალიან რთული, საინტერესო და საჭირო. ეს გულისხმობს შინაგან საქმეთა სამინისტროს როგორც ერთი დიდი უწყების ორ ინსტიტუცია დანახვას, უშიშროება, უსაფრთხოების უწყება ცალკე და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა ფუნქციები, როგორიც არის პრევენცია, პოლიციის საქმიანობა, გამოძიება და ასე შემდეგ, ყველა თანამდები სტრუქტურით ასევე დამოუკიდებლად. კონსტიტუციის ფარგლებში შესაძლებელია ამ ცვლილების განხორციელება, ისევე კონსტიტუციური ცვლილება არ დაჭირდეს. ის რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უნდა გაიყოს, ამაზე საუბარი არის უკვე დაახლოებით 3 წელი. და მთავრობას არ აღმოაჩნდა არანაირი პოლიტიკური ნება, რომ ამ მიმართებით სერიოზული ნაბიჯები გადაედგა. გუშინდელი გაჟღერებული განცხადება შეიძლება გარკვეულწილად ჩაითვალოს ყურადღების გადატანის მცდელობად იმ მიმდინარე პრობლემებზე, რომელიც ქვეყანაში შექმნილია, თუნდაც ლარის კურსის გამო. და ხედავთ, რომ ლარის კურსი დღითიდღე იზრდება. ამიტომ მოლოდინიც ამ მხრივ, რომ რაიმე ნაბიჯები გადაიდგება, შინაგან საქმეთა სამინისტრო გაიყოფა და რაიმე სიახლეები იქნება, არა გვაქვს. ცვლილებები თუ კი შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყოფა უშიშროება, ამ შემთხვევაში უნდა ცვლილებები შეეხოს კონკრეტულ დეპარტამენტებსაც, რადგან როგორც არასამთავრობოები განმარტავენ, ეს არის უწყება, რომელიც საკმაოდ დახურულია მათთვისაც და საზოგადოებისთვისაც. დღეს საიას ხელმძღვანელმა ჩვენთან საუბარში ისიც თქვა, რომ ცვლილებების შემთხვევაში მოხდება უფრო მეტი საპარლამენტო კონტროლი ძალოვან უწყებაზე და ეს იქნება დემოკრატიული ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროცესი. ყავლის პატიმრობაში ტყუნებელი განაჩენი სასამართლოში არ არსებობდეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვები, როგორ უნდა მოხდეს ამ სისტემის რეფორმა. ბუნებრივია, ერთი ეს არის უშიშროების ფუნქციების გამოყოფა, მაგრამ მხოლოდ ამით არ უნდა შემოიფარგლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმა. დღესდღეობით ეს უწყება კვლავ არის საკმაოდ დახურული, არ არის ნათელი და ღია, როგორ ფუნქციონირებს მისი მთელი რიგი მნიშვნელოვანი დეპარტამენტები, არის გარკვეული გაორებები ამ დეპარტამენტების ფუნქციებს შორის, ასე რომ ერთიანად არის სისტემა შესაძლებელი და მხოლოდ უშიშროების ფუნქციის გამოყოფა შინაგან საქმეთა სამინისტროდან ვერ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ ამ ორგანომ შეასრულოს თავისი ფუნქციები ეფექტურად. ვინაიდან რამდენიმე დღის წინ პრემიერმა გააკეთა უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფასთან დაკავშირებით განცხადება და დღეს უკვე საკმაოდ აქტიურად საუბრობდნენ კანონმდებლები, საკითხი დღის წესრიგში სავარაუდოდ მომდევნო კვირიდან დადგება და ეს იქნება პარლამენტისთვის სავარაუდოდ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც უკვე მსჯელობა და აქტიური განხილვები დაიწყება მომდევნო კვირიდან, იმიტომ რომ ამ კვირაში მთავარი პოლიტიკური ხაზი გადის სწორედ პარლამენტზე, რადგან სწორედ ამ კვირაში უნდა უმასპინძლონ მინისტრთა კაბინეტის წევრებს კანონმდებლები. ეს ნინო არღლიანი იყო.